შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ქალბატონისა და ნაყმევის შეჭირვებანი. მე-9. გაცილებით უფრო ადვილია რომელიმე გმირის ტანისამოსის ზედმიწევნით დახატვა, ვიდრე მოთხრობა იმისა, თუ რას განიცდის და გრძნობს იგი, თანაც ალაპარაკო ის სტენდალი. მოხუცი გლეხი სამზადს მიადგა. ტერეზა გუჯაბით სტენიდა გობზე გაფატრულ გოჩს. მუცლის ღრუს უსებდა მოხარშული ბრინჯითა და ჯიგრით. შეჭამანდი შეკმაზაში ტოლი არ ჰყავდა მას. აქა მშვიდობა! დაიძახა მოხუცმა გლეხმა და სვანური ქუდი მოიხადა. ჯაჯანას ვახლავარ! ასე როგორ დაგვივიწყე შეკაცო? ერთი თვეა არ მოსულხარ ჩვენსა. მიესალმა ტერეზა დედის მონათლულ გლეხს, ჯაჯანა მანჯავიძეს. თქვენ თავს რა დამავიწყებს, ქალბატონო? რას ბრძანებ? მიუგო ჯაჯანამ. თავი კი მოგვანატრე და რა ვიცი, შენიშნა ტერეზამ და გაფატრული გოჭის ამოსაკერად ნემსი და კედის ძაფი მოიმარჯვა. ხომ იცი, ქალბატონო, ეს ყანის მარგულა მოროდიო, ეს ვენახის მორწყვაო, იმართლებდა თავს ჯაჯანა. შეკაცო, თავნაყარი სიმინდის მარგულა ვის გაუგონია? დასცინა ტერეზამ. გამტყუნებულმა გლეხმა თავი ჩაჰკიდა. ცოტა ხნის დუმილის მერმე ისევ დაიწყო. ქალბატონო, შენი კორნელი ვნახე ბაზარში. მადლობა ღმერთს, შინ მშვიდობით დაგბრუნებია. ჩემს ეზოსთან გაჩერებულიყო ცხენით. სალომეს ხაჭაპურები ჰქონია და კარგა ლაზათიანადაც დაუთვრია. ასე უნდა ჯაჯანა? ღვინო ჯერ ამისი საქმეა, უსაყვედურა ტერეზამ. ღვინო იმისთანა მოწიფული ვაჟკაცის საქმეა, აბა, ჩემისთანა გადაყრუებული ბებერისათვის რაღა დროისა? მიუგო ჯაჯანამ და დასძინა. რა დიდებული ვაჟკაცი დამდგა რა? რაღა ვაჟკაცი რა, დაუჩემებია, შვებულება მითავდება და ისევ ჯარში უნდა წავიდეო. შეშჩივლა ტერეზამ. არა, ქალბატონო, ჯარში რა უნდა? მთელი ჩვენი სოფლის ბიჭები ერთი კაკალი კაცი აღარ აპირებს ჯარში დაბრუნებას. გააფრთხილა ჯაჯანამ. კი მაგრამ ყველა მაგ გზას რომ დაადგეს, ვიღა იომოს და იმსახუროს ჯარში, ხომ აგვაწიოკა მაშინ თათარმა. გამოიდო საქვეყნო საქმისათვის თავი ტერეზამ. ჩემი კორნელი თოფ ზარბაზნის გრიალში და ტყვიაში იყოს და სოფლის ბიჭები კი შინიჯდნენ. ამიშენებდა ოჯახიო, გაიფიქრა. თათარს, ქალბატონო, ჩვენ რას დავაკლებთ ურუსეთოთ? ჩაიქნია უიმედოდ ხელი ჯაჯანამ. ჩვენი თავის იმედი თუ არ გვექნება, ჩემო ჯაჯანა, რუსეთი ახლა საიდან გვიშველის? არ გვინდაო, ქალბატონო, ურუსეთოთ ყოფნა, ასე ამბობს მთელი სოფელი. შეატყობინა სოფლის აზრი ჯაჯანამ ტერეზას. ხოდა მასე რომ ამბობენ, იმიტომაც ვიმარჯვებთ. შენიშნა მხეიძის ქალმა.
გუჯაბით გაქონილი ხელით ცხელი წყლით დაიბანა და წინ საფარზე შეიხოცა. მაიკომ გოჭი შამფურზე წამოაგო და გაწვართნა. ფეხებით ზედ მიაკრა. ნაკვერჩხალი მოჩხრიკა და ღადართან დარჭობილ ორკაპიან პალოზე გასდო. თეფშზე დასხმულ ძმარში გახსნა კვერცხის გული და ბატის ფრთით წაუცხო ტაბუცუნი გოჩს, უფრო კარგად რომ შებრაწულიყო. ჯაჯანას ნერწყვი მოადგა. რა გოჭია, ქალბატონო? ძუძუზე აყვანილი. ძულიანად შესატყვერია. 8 გოჭი კიდევ მყავს, ღიმილით უთხრა ტერეზამ. ჯაჯანა თვალს ადევნებდა ამ შიმშილიანობის ჟამს, მისთვის უჩვეულო სადილის მზადებას. მერე მდიდრულ სახლკარს გახედა, ჩაახველა და ტერეზა სამზადიდან გაიხმო. ქალბატონო, სიტყვა მაქვს და თუ გცალია მინახულე ერთი აქით. ტერეზა სამზადიდან გარეთ გაჰყვა და სამზადის კედელთან გრძელ სკამზე დაჯდა. კრიალოსანი აიღო, გვერდით ჯაჯანა მიუჯდა. შვინდის ორკაპიანი ყავარჯნით დაუწყო მიწას ჩხრეკა, ხაზვა და ასეთი საუბარი გააბა. დიდი მღელვარებაა, ქალბატონო, გლეხობაში. მემამულეების მიწები უნდა ძალით დავიკავოთო. ტერეზა აიმზირა. მე რაღა დამრჩა წასართმევი, ჩემო ჯაჯანა. შენ მართლა რაღა დაგრჩა, ქალბატონო, წასართმევი, მაგრამ შენ ძმაზე ოტიაზე კი იმუქრებიან. ამდენი სახნავ სათესი უცდებაო. სარკოიას წყეზეც აქვთ მიტანილი გუმანი. რაც მთავრობის კანონით ეკუთვნის, იმას ვინ წაართმევს და რაც არ ეკუთვნის, ის აკი ჩამოართვეს. შუბანის მამული, საყანე ადგილები ყვირილაზე, მეტი რაღა უნდათ, მაგრამ გელი ხომიცი, ჩემო ჯაჯანა, ტაცებელი ნადირია. ერთხელ თუ შეეჩვია ფარას მშვიდობით მერე, მანამდე არ მოეშვება, სანამ დიდი ბოღვერა ძაღლი არ დახევს და დაქინჩავს. ნუ გეშინია, ჩვენს გამოგვიჩნდება მცველი. მოგერიე და წაგართვიო, ეს რომელ კანონში და სამართალში წერია. ცხარობდა ტერეზა და კრიალოსნის მძივებს მარცვლი და აღელვებული. ჯაჯანა, შენ და შენი ღმერთი მართალი მითხარი. მაქვს თუ არა მე ჩამოსართმევი მამული? ჰკითხა ბეჯითა ტერეზამ და თვალი თვალში გაუყარა მოხუცს. არა, ქალბატონო, ჩამოსართმევი მამული სად მოგეძევება? მიუგო ცფიერად ჯაჯანამ, მაგრამ ამ ურყევ დასტურს დაბალი ხმით მიაყოლა. თუ ჭინჭარაულის საყანეებზე არ შეგედავენ, ჭინჭარაული, ქალბატონო, რამდენი ქცევა იქნება? 7-ზე მეტია მგონი, არა? დაიწყო რატომღაც ჯაჯანამ ჭინჭარაულის ფართობის გამოძიება. ეკალივით მოხვდა გულზე ტერეზას ეს ამბავი. ჭინჭარაულზე ყოფილა ლაპარაკიო გაიფიქრა, შეეშინდა არ ჩამომართვანო და 2 ქცევა დააკლო. 7 კი არა, 5-იც არ იქნება. 5 რავა არ იქნება, ქალბატონო. ჩემეზოს აკრავს ყოველდღე შიგტრიალებ და თვალითაც ვატყობ. ნამდვილად 7 ქცევა იქნება, აცივდებოდა ჯაჯანა. თუ გინდა 10 ქცევაც იყოს, მერე რა? ჭინჭარაული რომ წამართვან, მერე მარტოკა ნაბოგირევი გვაცხოვრებს? გაბრაზდა დოინჩ შემოყრილი ტერეზა. წარბი მრისხანეთ აზიდა და თვალები გაავებული ქორივით შეანათა ჯაჯანას. წახდა მოხუცი, მაგრამ მაინც შეაპარა ნუგეში. ნაბოგირევი რას გეყოფა, ქალბატონო, მაგრამ ზვარებელო,
ქარჩხავი და ქვესაბერტყელა შენი არ არის? ტერეზა ვერ ელეოდა ჭინჭარეულს და ახლა ეს მოიმიზეზა. ზვარებელო და ქარჩხავი წირი მიწა გახლავს. წირი საიდანაა, ქალბატონო? ჭინჭარეულს ბევრად ჯობია, ყვირილა სილავს და ნოყიერია. არ დაეთანხმა ჯაჯანა. თუ გინდა ნოყიერი და ბოღაზიც იყოს, ჭინჭარეულთან მაინც ვისრახელი აქვს. კიდე უფრო გაბრაზდა და გაიფოფრა ტერეზა. ჯაჯანას დუმდა, იშმუშნებოდა, თეთრ წვერზე ისვამდა ხელს. ხანდახან შეაპარებდა ქალბატონს წაბლის კაჭარივით კრიალა თვალებს. მერმე ისევ მიწას დააცქერდებოდა. ვერ გაებედნა ეთქვა ტერეზასათვის ის, რის თქმასაც აპირებდა. მართალია ქალბატონო, არა მე ისე მოგახსენე. ვიფიქრე თუ ვინცობაა გაწყრა ღმერთი და მიწების დაწაცება დაიწყეს გლეხებმა. ქალბატონისათვის არ სჯობია ჭინჭარაული მისი თანხმობით მე და ჩემს ლუკაიას გადმოგცეს მეთქი. თავრობა დატაცებულ მიწებს თუ უკან დაუბრუნებს მეპატრონეებს, მაშინ ჭინჭარეული ჩენი იქნება. გაბედა ბოლოს ჯაჯანამ, მაგრამ სჯობდა არ გაებედნა, რადგან ტერეზამ ქვაკოხივით მიაყარა. არ მომწონს ჯაჯანა, მართალი გითხრა, ეს შენი ლაპარაკი. სუდად გიფიქრია. ტერი იფიქრებდა ასე და არა მოყვარე. რას ჩერჩეტობ? როგორ თუ მომტაცებენ მამა პაპისეულ მიწებს? რომელი ანანოვი მე ვარ და რაიმდენი მიწები მე მაქვს ჭინჭარაული რომ წამართვან? ტერეზა თოფნაკრავივით წამოდგა. ნელა წამოდგა აგრეთვე წელმოწყვეტილი ჯაჯანაც. არა ქალბატონო, სხვანაირად არ გამიგო. მე და ლუკაია ცხონებულ დარეჯანის და შენს ამაკს ვერასოდეს ვერ გადავიხდით. შენ სასარგებლოდ გვინდოდა საქმის გაჩარხვა და იმიტომ მოგახსენე. ისე კი შენიცი. თუ შეგრჩა ქალბატონო ჭინჭარეული, ეს მაინც იცოდე. მე უნდა მომცე გაისისათვის საზიაროთ. ხომ იცი იქვე ვარ. მუშაობას არ მივაკლებთ. იმართლებდა თავს ჯაჯანა. ტერეზა მიხვდა ჯაჯანას წადილს. ჭინჭარეული მის ეზოს ეკვრის. მადა გახსნია და მის ხელში ჩაგდება მოუწადინებია ამ წამხდარ ყაზახს. დედის მონათლული რომ ამას მიპირებს. ტერი როგორ დამზოგავსო, გაიფიქრა და უთხრა. თავიდანვე ასე გეთქვა შედალოცვილო. მოტაცებაზე რომ მიდგეს საქმე, ბევრი რამის მოტაცება მინდა, მაგრამ ვინ დამანებებს? ჯაჯანამ ჭაღარა წვერზე ხელი გადაისვა. მერმე ყავარჯენს დაებჯინა. ხმას აუმაღლა და ტერეზას გაღმა შეედავა, რათა გამოღმა შეენარჩუნებინა. შენ შინზი ხარ ქალბატონო და არ იცი რა ამბავია ხალხში. ჯარისკაცები ამბობენ, რუსეთში მემამულეების მიწები გლეხებს გადაეცა და საქართველო რა წითელი კვერცხიაო. დღეს თუ ხვალ იარაღით აპირებენ გამოსვლას და მიწების ძალით წაღებას. მერე ნეტავი იცოდე ვინ არიან ის ჯარისკაცები ხალხს რომ აჯანყებენ? ვინ ჯარისკაცებია? ჰკითხა ტერეზამ. რომ გითხრა არ დაიჯერებ. გოჯასპირის შვილი გალაქტიონი და რაჟდენ ტურიაშვილი არიან ამ საქმის წამომწყები და მეთაური. ახლა ხომ მიხვდი ქალბატონო, რა მაიძულებდა მეთქვა შენთვის? ჭინჭარეული დროებით გადმომეცი და იქნებ შეგინახო მეთქი. შენ კი სხვაფერი ფიქრე. საქვეყნო თავმოსაჭრელ და საჯახ საქმეს
მე შენ კადრებ? რამ გაფიქრებია ეს ნათლია? მიუგო ნიშნის მოგებით უზომოდ შეურაცხყოფილი და მართალი კაცივით ჯაჯანა, მაგრამ არც გაქექილ ქალბატონს და არც ვირეშმაკა მოხუც გლეხს არაფერი არ სჯეროდათ ერთმანეთის. თავს ლაფიკი დავასხი გალაქტიონს, ყოჩაღ გოჯასპირს ყაჩაღი შვილი ეყოლებოდა. აბა როგორ იქნებოდა მამაჩემის აღზრდილი შვილი რომ დაქცევას მიპირებს, სხვა რა ხეირს დამაყრის. გაგიგონია? აიწურა მხრები გლეხმა, ორივე ხელი გაიქნია უიმედოდ, სახე დაეღრიჯა და წარბები ეშმაკურად აძგიბა. გლეხის ეს მანჭვა გრეხით და ზემოიმერული კილოთი თქმული და გამღერებული. გაგიგონია? ამის მთქმელი იყო, შენგან არ მიკვირს ქალბატონო, სხვა კი არა, ისეთი დროება დადგა, რომ აღარც დედაშენის მონათლული დაგინდობს და აღარც ღვიძლი ძმაო. მერმე ისევ განაგრძო. აბა ქალბატონო, ეს საქმე არ გამოგივათ და ტყვილა თავს ნუ შეეწუხებთ მეთქი. დავტუქსე გალაქტიონი და რაჟდენი, მაგრამ ვინ დაგიჯერა? ასე ქალბატონო, ჭიჭარეულის იმედი მაინც მექნება. დაეღრიჯა ჯაჯანა. კი, ჩემო ჯაჯანა, ჭინჭარეულს საზიაროთ, შენს გარდა სხვას არავის მივცემ. შეჰპირდა ტერეზა. როცა ჯაჯანა წავიდა, ტერეზა დიდხანს ქაქანებდა დომენტისთან და მაიკოსთან. ხედავ როგორ გათავხედდა ხალხი და რა გზას დაადგა. მოგერია და წაგართვიო. იონა სამზადში შევიდა და ტერეზას უთხრა. სტუმრები შიმშილით დაწყდნენ, სადილი დააჩქარეთ ხალხნო. გაკაპასებულმა ტერეზამ აგდებულად და უკმეხად მიუგო თავის დის მაზლს. რა დრო სტუმრებია? სტუმრები კი არა. მალე გზაზე დავიწყებთ ღოღვას და წოწიალს მოწყალების სათხოვნელად. იონას გაუკვირდა. ჭკუაზე ხომ არ შეცდაო და ჰკითხა, რა ამბავია, რა მოგივიდა? ტერეზამ ჯაჯანას ნალაპარაკევი უამბო. ქვეყანა ისე წახდა, რომ ჯაჯანა და ლუკაიაც წართმევის და წაგლეჯის გზას დაადგნენ. ყვიროდა ტერეზა. სამზადში ამ დროს სტეფანე და კორნელი შევიდნენ. ტერეზამ ისინი კუთხეში მიიმწყდია. რჩევას ეკითხებოდა. ქაქანით ტვინი გამოულაყა. სადილი, სტუმრები და მათი პატივისცემა დაავიწყდა. იონა გაბრაზდა. ოტიას ამდენ მამულს რომ არ შეარჩენდნენ, ახლა გაიგე? აბა რისი თავისუფლება და რევოლუცია არის, გლეხებმა თუ ვეღარაფერი მიიღეს. ტერეზა მოტყდა და იონას კითხა. კარგი, ოტიას თავი დავანებოთ. ჩვენ რა ისეთი მემამულე ვართ, ჩვენც რომ ნიშანში ამოგვიღეს. იონა მიუგო. ჭინჭარეულს თუ დაგჯერდნენ, კარგია, შენ ნუ მომიკვდები. სტეფანე და კორნელი იონას დაეთანხმნენ. ტერეზამ ხელი ჩაიქნია. თითქოს თქვენისთან ახირებულ ხალხს რა უნდა ველაპარაკო? მერმე დაცინვით უთხრა. მარტოკა თეატრი, მუსიკა და ლექსები თუ გეყოფათ, იმასაც ვნახავ. იონა რომ წავიდა, ტერეზამ შვილებს განუცხადა. მაგის აყოლა ჩვენ არ გვარგია. მაგას შვილი და ძირი არ გააჩნია. მარტო ხელა და ჩემს ხელებში შემყურე კაცია. მაგას ერთი ციდა ვენახი და ეზო აქვს. სამარცხვინო სახლი კორომელა უდგია. ხელს არავინ ახლებს და სხვას რას დაეძებს? მე ვიკითხო, მე უბედურმა.